ივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა გუნდმა მოსამზადებელი შეკრება ევროპაში გაიარა და ამხანაგური მატჩებიც გამართა. 2 აგვისტოს კი სპორტის სასახლეში გამართული თბილისის საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთის, უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებები არიან ჩვენი გუნდის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრას 10 აგვისტოს თბილისში ჩეხეთის გუნდის წინააღმდეგ გამართათ. თამაში 19 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი 5, 10 და 15 ლარია. გვინდა რომ ეს ტურნირი მოგებით დავიწყოთ. ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ მოედანს და რა თქმა უნდა გულშემატკივრის ხალხის ერის იმედის გვაქვს. საბრუნავ პროფესიონალი ვიდეო რომელსაც ციკლა აწუხებდა და თვითონ გუნდის საფრთხება რა თქმა უნდა გუნდის ერთიანი სული, გუნდის ერთიანი ჟინი გამარჯვებისა არ შენელებულა, არ განელებულა და მე ვფიქრობ ნამდვილ კალათბურთს ჩვენი ბიჭები აჩვენებენ ჩვენ გულშემატკივრად.